ძველი საიდუმლო. ნეტავ ჩინარი რას აკეთებს. სეჰერს დავურეკავ. დედამისის ამბავი ეცოდინება. ალო, სეჰერ ძვირფასო, კარგად ხარ? მეც კარგად ვარ, საყვარელო. დედა შენის ამბავი მაინტერესებდა. რამდენიმე დღე არ მინახავს, კარგად არის? სასადილოდან გამოაგდეს? ღმერთო ჩემო, ძალიან წუხარ. წარმოდგენა არ მქონდა. ღმერთმა ხელი მოუმართეს. ახლა რა უნდა ქნას? როგორ? სამსახური უკვე იპოვა? ასე სწრაფად? კარგია ძვირფასო, ვლოცავ. კარგი, გადავცემ. ახლა დაგემშვიდობები. კარგად. ჩამდაბა. დედა, ესე იგი სამსახური უკვე იპოვა, არა? მოემზადე რძალო, მივდივართ. სად მივდივართ, დედა? რომ მივალთ გაიგებ. ფიდან, ჩემი ჩანთა მოიტანე შვილო. გემრიელად მიირთვით. უკაცრავად. დეიდა აიშე? აქ რას აკეთებ? კუდრეთ. რას ვიზამ? ვმუშაობ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. კარგად ხარ? კარგად ვარ, შვილო. მიხარია რომ გხედა. როგორ ხარ? კარგად ვარ, დეიდა აიშე, გმადლობა. კუდრეთ. კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობა. დაბადების დღეს გილოცავ. გმადლობ, კუდრეთ. არ იყო საჭირო. რატომ შეწუხდი? რას გვიყურებ? შენ საქმეს მიხედე. შიგნით სტუმრები გელოდებიან. უკაცრავად. დავიბენი. წარმატებებს გისურვებ, დეიდა აიშე. გმადლობ, შვილო. ამ ქალს საიდან იცნობ? ჩემი ნათესავია. შენი ნათესავია? ხო, არ მოგეწონა? შენსავით მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი არ ვარ. დავალ ჩემს მეგობრებს მივესალმები. შემომხედე, რა მდგომარეობაში ვარ. ტაქსით რატომ არ წავედით? მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია. ძალიან ახლოს ვიყავით და ტაქსი არ წაგვიყვანდა. თითქმის მივედით. მოითმინე. საჩუქარი სად არის? არ გიყიდია? კომპანიიდან ახლახან გამოვედი, დრო არ მქონდა. შენ გამო სტუმრების თვალწინ შევრცხვები. გაჩუმდი. უпросо შეგიძლია გაგვიჩერო. დაო. კუდრეთიც აქ არის. ახლახან შევხვდი. რა დამთხოვა? აბა, გითხრა რამე? გითხრა როგორ ვიყავი? ისე გულწრფელად მეკცეოდა. წყენა მაშკარად გადაუარა. მაპატია. შე როგორ არ გაპატიებდა? ისეთი სუფთა გული გაქვს. ეს შენმა შვილმა შეამჩნია. ბოლოს რომ ნახე არ დავიჯერე, რომ მაპატია, მაგრამ ახლა მჯერა. რომ იცოდე როგორ დამშვიდდი. რა ხდება ქალბატონო ესმა? ჩაფიქრებული ხარ? რამე პრობლემა გაქვს? ბატონი სერდარის საქციელზე ვფიქრობ. უცნაურად მომეჩვენა, რომ განქორწინების დიდი სურვილის შემდეგ უცებ დანებდა. მართალი გითხრა, მისი ნათქვამის არ მჯერა.
შენ რას ფიქრობ? უცნაური არ იყო? მართალი ხარ, მეც უცნაურად მომეჩვენა. მაგრამ შეიძლება რაღაც არ ვიცით. რა? სიყვარულის ძალა. თუ ერთმანეთი უყვართ, ეს ყველაფერს ხსნის. იმედია მართლა ეს არის მიზეზი. აი, მოვედით. როგორ გამოვიყურები? ძალიან ლამაზი ხარ. დემეთ. ასე ოფიციალურად ჩაცმა რა საჭირო იყო. შეხედე ხალხი ჯინსებში და პერანგებშია გამოწყობილი. მეგმათი პრობლემაა ძვირფასო. როცა წვეულებაზე მიდიხარ, სპორტულად რატომ უნდა ჩაიცვა? დემეთ. ვინმესთვის დაგერეკა და გეკითხა. თითქოს საქმიან შეხვედრაზე მოვედით. შემოგხედა. დამშვიდით იქ თქო. მოეშვი. მოდი ვისიამოვნოთ. ნისა. გეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ. დაბადების დღეს გილოცავ. პატარა საჩუქარია, მაგრამ იმედია მოგეწონება. გმადლობ. რა საჭირო იყო? დაბადების დღეს გილოცავ. გმადლობ. ჩემს მეგობრებს უნდა მიხედო. თქვენ წვეულებით ისიამოვნეთ. კარგი, წედი. შენ მითხარი ჩემი მეგობრის დაბადების დღეაო? მან არც კი შემოგხედა. კარგი რა ჩეთინ. ჩემი მეგობარი რომ არ იყოს, წვეულებაზე ხომ არ დამპატიჟებდა. ასე არ არის? რა თქმა უნდა. უბრალოდ ბევრი სტუმარი ჰყავს. ყურადღება ამიტომ ვერ მოგვაქცია. ჩეთინ, რამე დასალევი მოგვიტანე. მგონი სტუმრებს შიგნით ემსახურებიან. კარგი, აქ დამელოდეთ. ახლავე მოვალ. ყველა აქ არის, რა მაგარია. დემეთ? მამიდა? დედა, ეს ჩინარის სახლი არ არის? აქ რატომ მოვედით? ჩინარის სახლში არ იქნება, ხომ იცი? რა ჩაიფიქრა ამ ქალმა? ხომ ვუთხარი ჩინარის სახლში არ იქნება მეთქი? აქ რასაკეთებ? მამიდა, შენ თვითონ რა გინდა აქ? პირველმა მეკითხე, მიპასუხე. ახლა სიბელთან არ უნდა იყო? ბავშვი ვარ რომ მატყუებ? დაო, გაჩერდი. ღვთის გულისათვის, აქ ნუ ეჩხუბები. ჩინარ არ ჩაერიო. ამ მატყუარას ჭკუას ვასწავლი. აქვე ვცემ რომ მეორედ აღარ მომატყუოს. ზეთის ხილი მიირთვით. მართლაც რა გემრიელია. მაიონეზით არის შეზავებული. დოგვით. ერთი მომღერალია ნისა. ახალი ალბომი რომ გამოუშვა. დამავიწყდა რა ერქვა? ხედავ რა გააკეთა. ვითომ არ მიცნობს. აშკარაა. ამ გოგოს სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია. არადაო, ასე ნუ ამბობ. აბა ასე რატომ მოიქცა? უსინდისო. ზურგი მაქცია და წავიდა, ვითომც არაფერი მომხდარა. ახლავე ვაჩვენებ, რას ნიშნავს ურჩობა. მოიცადე დაო. ახალგაზრდები არიან, ვერ ხვდებიან რას აკეთებენ. ერთ დროს მათი ტოლი ჩვენც ვიყავით. მეგობრების წინაშე არაფერი უთხრა, არ დაამცირო. მასთან ლაპარაკი რომ ჭრიდეს, ახლა ასეთი თავქარიანი არ იქნებოდა. ჩემს ხელში გაიზარდა, მაგრამ ოდნავადაც არ დამემსგავსა. იქნებ ჩემი ბრალია, რა ვიცი.
ამას ნუ ამბობ. აი ნახავ რა კარგი გოგო დადგება ჩვენი დემეთი. მე რეინანებ ასე რომ ფიქრობდი. იმედია. მერტო ჩემო. ამას უშხედავ. ჩეთო რა ხდება აქ რა საკეთებ? აქედან წადიქუდრეთ. ახლა შენი თავი არ მაქვს. არჩევას მოგცემ. წოულებაზე ასე ჩაცმული აღარ მიხვიდე. დამირეკე და მითხარი. დასაცმელს მე შეგირჩევ. თუ გინდა ფულსაც გასესხებ. თორემ იცი რას დაგიძახებენ? კოსტუმ ამოვიდაო. მე არ მითხრა რომ არ გაგაფრთხილე. შეხედე. ურცხვად მიყურებს. თითქოს ცოტა ხნის წინ თავხედურად მე მოვიქეცი. თავი დაანებედაო. გოგო შიშისგან დაიბნა. არ იცოდა რა ეკნა. დარწმუნებული ვარ ნანობს აქ რომ მოვიდა. როგორ არა. გამზრდელ მამიდას რომ მოატყუებს, ესე იგი მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. დეიდა აიშე. ჩეთინ. შენც აქ ხარ შვილო? დიახ. დიდი ხანი არ გამოჩენილ ხარ დეიდა აიშე. მომენატრე. იმ დღეს თქვენთან სავახშმოდ მოვდიოდით, მაგრამ გონი დაკავებული იყავით და უკან დავბრუნდით. მაპატია შვილო. ძალიან მრცხვენია, მაგრამ რაც შეიძლება მალე მიგიწევთ სავახშმოდ შენ და ესმას. არ გამიბრასდე. რატომ უნდა გავბრაზდე? აქ რა საკეთებ? სარესტორნო სერვისი მოითხოვეს. ეს ყველაფერი მე და ჰადიემ მოვამზადეთ. ესე იგი დღეს ვიქეიფებ. კარგი, აღარ მოგაცდეთ. წარმატებებს გისურვებთ. გმადლობ. და ჩემი ორივე ბიჭი დღეს აქ არის. ეს დღე ჩემთვის ორმაგი დღესასწაულია. ჩემი სულელი გოგო არც კი მიყურებს. თავისთვის ერთობა. ვერ ვიჯერებ დემეთ. გამზრდელ მამიდას ასე როგორ მოიქეცი? თითქოს არ იცნობდი. როგორ არ გწვენია? არ ვიცი სიბელ, პანიკაში ჩავარდი. არ ვიცოდი რა მეთქვა. წამოდი გვერდით გავიდეთ, თორემ მამიდა თვალებით შემჭამს. მამიდა შენი აქ არის, დაინახე? ხო, დავინახე. დეიდა აიშეც მასთან მუშაობს. არ ვიცოდი. სამუშაოდ ახლა აიყვანა? არა, დიდი ხანია ჩვენ სასადილოში მუშაობს. საიდან იცნობ? ვიცოლა ზუჰალის ნათესავია. რა შრობით ახალგაზრდებო, თავს როგორ გრძნობთ? რა ხდება ხუდრეთ, მოიწყინე? ჩემი ბიძაშვილი მოვიკითხე, არ შეიძლება? თქვენ ბიძაშვილები ხართ? დიახ. ჩეთინი ჩემი ბიძაშვილია. მას ზრდილობის არაფერი გაეგება. თავად გაგეცნობით. მე ხუდრეთი ვარ. სასიამოვნოა დემეთი. სასიამოვნოა. სიბელი. რომ იცოდეთ როგორი მადლობელი ვარ თქვენი. ჩვენი განქორწინება რომ დაგეჩქარებინათ, ახლა აქ არ ვიქნებოდით. ოჯახის ერთიანობის შენარჩუნება ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია. ფულის საშუალებლად წყვილების დაშორებას ვერ წავახალისებთ. რა კარგია. ყველა ადვოკატი თქვენნაირი რომ იყოს განქორწინებული წყვილების რიცხვი შემცირდებოდა. უკაცრავად, უნდა უპასუხო. რა თქმა უნდა. ისმენ ასლი. ახლავე გარეთ გამოდი. საწამლავი მოგიტანე. გელოდები. კარგი, მოვდივარ.
თქვენი ნებართვით დაგტოვებთ. ახლავე დავბრუნდები. მაინც ვერ გავიგე. რატომ ორჭოფობ? არ ვიცი ასლე, მგონია რომ არასწორად ვიქცევით. საშიში არაფერია. ყოველდღე 2 წუთი უნდა მიიღოს. ძალიან მარტივია. მისმინე, არ ინერვიულო. სანამ ბეთული რამეს გაიგებს, ყველაფერი დასრულდება. რას აკეთებენ? მგონი ქალბატონი ბეთულის მოკლას გეგმავენ. მართა ჩემო. ესეც შეჭამეს. ხედა? აღარ არის. წავალ სამზარეულოში რამე სხვას მოვიტან. წამოვიდე? არა. შენ სტუმრებს მიხედე. ძალიან მომბეზრდა. დავიდეთ. წოვლებას ხომ დავესწარით. საკმარისია. კარგი, მეც მოვიწყინე. წავიდეთ სიბელ. ჩეთო. რა ხდება? სად მიდიხარ? თუ შენი ჩაცმულობის ხრცხვენია მაისურს გათხოვებ. რა პრობლემაა? კარგი რა, მაშინ უბრაზდები. გირჩევ კოსტუმი შეინახო. შენს კორწილში გამოგადგება. აქ დამელოდე. ჩეთინ, რა საპირებ? ქარიშხალი მოდის დაიმალეთ. რა გინდა ხუდრეთ? რა შენი საქმე არ ამაცვია. საწყენად არ მithkoms, დამშვიდი, რჩევა მოგეცი. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვიხუმრე. რა გაწუხებს? შენ უნდა გკითხო რა შავიცვამ და რას არა. კარგი იქნებოდა გეკითხა ძმაო. მომხედავ მხოლოდ მე არ ვფიქრობ ასე. გაჩვენდით რომ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. რას ეზამ? ღვთის გულისათვის მითხარი რას გააკეთებ? მომისმინე, რასაც მინდა იმას შავიცვამ და სადაც მინდა იქ წავალ. შენ არ შეგეკითხები როგორ მოვიქცე. ჩეთინი კომპანიიდან პირდაპირ აქ წამოვიდა. ამიტომაც აცვია კოსტიუმი. შენაირი უსაქმური კი არ არის. დირექტორის მოადგილეა. რა? დირექტორის მოადგილე? როგორ გამაცინე? ჩეთინი დირექტორის მოადგილე არ არის ძვირფასო. ერთი უბრალო ასისტენტია. რომ იცოდე კომპანიაში სხვის დავალებებს ასრულებს. ჩეთინ. 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 ჩეთინ, შვილო, გაჩერდი. დედა ის ეკთხავ მარტო დამტოვე, ნუ მომყვები. შვილო. ჩემო ჩეთინ. იდირე. ვერ გადამირჩები. სახლში რომ მივალთ, ყველაფრისთვის პასუხს მოგთხოვ. ღმერთთან დაგლოცოთ დაო, გადამარჩინეთ. ორგანიზატორი ძალიან კმაყოფილი დარჩა. მადლობა 1000 ჯერ გადამიხადა. მადლობა ღმერთს რომ არ შეგარცხვინეთ. შენი წყალობით სამსახური გვაქვს შვილო. დიდი მადლობა ეს შესაძლებლობა რომ მოგვეცი. კინაღამ დამავიწყდა. აქ თქვენი გასამჯელოა. მშვიდობაში მოიხმარეთ. გმადლობ. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთის ნებით ყველაფერი გამოსწორდება. ამ დღეებს ერთად გადავლახავთ. ნაუ, თქვენ აქ ცხოვრობთ? დიახ, აქ გამიჯერეთ. იმედია ყველაფერი რიგზეა. ასეთ დროს ბიძია ვეისელი გარეთ რატომ არის? რა ხდება ბიძია ვეისელ, აქ რას აკეთებ? წოხვარ შვილო, მაგრამ სახლი გავყიდე. აქ ვეღარ დარჩები.
რას ნიშნავს სახლი გაყიდე? რას ამბობ ადამიანო? უფლოდ დავრჩი ქალბატონო ჰადიე. სახლის გაყიდვა მომიწია. კარგად გადამიხადეს. ბუდის გიხდი არ მინდოდა ასე გამოსულიყო, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. სხვა სახლი მოძებნე. გამომშვიდობისა. ბატონო ვეისელ, შემომხედე? სად გინახავს რომ შუაღამისას სახლის მეპატრონე მდგმურ სახლიდან აგდებდეს? ნუყვირით ქალბატონო, მეზობლებს გააღვიძებთ. არ მაინტერესებს, გაიღვიძონ და დაინახონ რა უსირცხვილოდ იქცევი. ამ მეზობლებს რა დაგემართათ? სინანი მოდის და იმ სასადილოდან მაგდებს, რომელსაც 20 წელია ვამუშავებ. შენ მოულოდნელად აიშესაგდებ სახლიდან. გამაგებინე რა ხდება? ხალხის არ გეშინია? უფლის არ გეშინია? შეხედი ამ ქალს. რა უნდა ქნას? შუაღამეს სად უნდა წავიდეს? ბიძია ვეისელ, ღვთისგულისათვის ნუ გამაგდებ. ქირის გადახდა ერთი დღითაც არ დამიგვიანია. რთულ მდგომარეობაში ვარ, შემიბრალე. წასასვლელი არსად მაქვს. შვილო მაპატია, უფლოდ დავრჩი. სახლი აუცილებლად უნდა გამეყიდა. ამით გინდა თავი გაიმართლო. ყველაფერს საზღვარი აქვს. შუაღამეს ქალი სახლიდან როგორ უნდა გააგდო? ხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობ. არა ქალბატონო ჰადიე, არ მინდოდა ასე მომხდარიყო. თქვენთან დაკავშირება ვცადე. ნუ იტყუები. მას შემდეგ რაც ჩაიდინე, ვინ დაგიჯერებს? რა ხდება? არ ვიცი, მეც ახლახან მოვედი. ნება მომეცით გითხრათ რა მოხდა. ბატონმა ვეისელმა მარტო ხელა ქალი სახლიდან გააგდო. ახლა მას წასასვლელი არსად აქვს. მაგრამ ეს ქალი უსახლკარო არ არის. მე მის გვერდით ვარ. წამოდი, კარი გააღე. ქალბატონო ჰადიე, გთხოვთ. გააღე მეთქი. ქალბატონო ჰადიე, თავი შეიკავეთ. მისმინე, ჩემს მოთმინებას ნუცდი. კარი გააღე. თქვენ სეირს შორიდან უნდა უყუროთ? თუ სინდისი გაქვთ, აქ მოდით. ამ ქალის უფლებები დაიცავით, თორემ რაც დღეს მას დაემართა, ხვალ თქვენ დაგემართებათ. ჩინარმა თავისნაირი თავხედი ქალი იპოვა დედა. არც კი რცხვენია, მოხუც კაცს როგორ ექცევა. მოდით და მხარში დაუდექით თქვენს მეზობელს. ნუ აჭარბებთ ქალბატონო ჰადიე. ჩემი ვესიღატაკამ შემაწუხა. გონი გასაგებია ეს რატომ გავაკეთე. სასტუმროები და აბანოები არ მაქვს. მამა ჩემისგან მემკვიდრეობით მიღებული ერთადერთი სახლი დამრჩა. ამ სახლის ღირებულებაზე ბევრად მეტი გადამიხადეს შვილო. ნეტავ მდიდარი ვიყო რომ ასე ჩემო თავაზებაზე უარი მეთქვა. კარგი ბიძია ვეისელ. მითხარი ვინ იყიდა სახლი. მითხარი ბიძია ვეისელ, წავალ და დაველაპარაკები. იქნებ ჩემი მდგომარეობა რომ ავუხსნა გონს მოვიდეს და სახლიდან არ გამაგდოს. გითხარი. რა კი სახლი გაყიდე? გითხარი ვინ არის ახალი მეპატრონე და ამიერიდან საქმეს მასთან დავიჭერთ. დალაპარაკებას აზრი არ აქვს. სახლი ცხოვრების უფლებით იყიდა. ნივთებს ხვალგად მოიტანს და აქ იცხოვრებს. შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს. სხვა სახლი მოძებნე. გამომშვიდობისა. სირცხვილი შენს ადამიანობას. თქვენ როგორ არ გწვენიათ? წადით, დაიძინეთ. თავი არ შეიწუხოთ. შუქები გამორთეთ და მშვიდად დაიძინეთ. ტყუილად არ ამბობენ სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო. კარგი მამი და საკმარისია. რა ვქნა დაო? რა ვქნა? სად წავიდე, როგორ მოვიქცე? ჩვენთან წამოხვალ. ღიაცის ქვეშ არ დაგტოვებ. ოსმან. შვილო, ჩემოდანი აიღე. როგორ? დემეთ. გაჩუმდი. ხმას ნუ იღებ. წამოდი აიშე. რაც დაიმსახურა ის მიიღო, მაგრამ ჩინარი მალე იპოვის ახალ თავშესაფარს. ასე მარტივად არ წავა სტამბოლიდან. ნახოთ. სადაც არ უნდა წავიდეს. ვიპოვი და გავანადგურებ. წავიდეთ სალია.
კალბოტონო ესმა კარგად ხართ? სახე გაფიქრებული გაქვთ. კარგად ვარ, კარგად. საშიში არაფერია. მოგაცრავად. ყოველ დღე 2 წუთი უნდა მიიღოს. ძალიან მარტივია. მის მინე არ ინერვიულო. სანამ ბეთული რამეს გაიგებს, ყველაფერი დასრულდება. სად იყავი ძვირფასო? კიდევ ცოტა ხნით რომ დაგეგვიანა, ვიფიქრებდი რომ აქ დამტოვე და წახვედი. ჩემს მეგობარს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. თანაც სად უნდა წავსულიყავე. ჩვენ მხოლოდ სიკვდილი დაგვაშორებს. კალბოტონო ესმა დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ? შეიძლება წავიდეთ. კარგი. თქვენის ნებართვით წავალთ. ფრთხილად. წადი შენს ოთახში და გამოიცვალე. კეთილი იყოს შენი ფეხი დაო. შიგნით შევიდეთ. დაო, თქვენი შეწუხება არ მინდოდა. რა შეწუხება? ეს აღარ გავიგონა. თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. მეგობარს გასაჭირში ხომ არ მივატოვებ? ჩემოდანი მომეცი. წადი, თეთრეული გამოცვალე. დეიდა აიში ამაღამ შენს ოთახში დაიძინებს. მესად დავიძინო? მისაღებში. ასე როგორ შეიძლება დაო? მისაღებში მე დავიძინებ. გოგოს ნუ შევაწუხებთ. შენ არ ჩაერიო. რაც გითხარი ის გააკეთე. ქალი დაღლილია. ჩემი დარდი მაინც არავის აქვს. რა მნიშვნელობა აქვს დემეთი რა სიტყვის? დემეთ. დღეს რაც ჩაიდინე, საკმარისია იმისთვის, რომ გაჩუმდე და ის გააკეთო, რაც გითხარი. ბოდიშს გიხდი დაო. თითქოს რაც დამემართა საკმარისი არ იყო. ახლა ჩემი ოთახი დეიდა აიშეს უნდა დავუთმო. სიღარიბისგან თავის დაღწევას ვცდილობდი. მაგრამ ისევ აქ დავრჩი. შენ დაანგრიე ჩემი ოცნებებით ჩეთინ. შენი ბრალია. მომატყუე. არასდროს გაპატიებ. არასდროს. რა? დირექტორის მოადგილე? როგორ გამოცინე? ჩეთინი დირექტორის მოადგილე არ არის ძვირფასო. ერთი უბრალო ასისტენტია. რომ იცოდე კომპანიაში სხვის დავალებებს ასრულებს. ჯანდაბა კუდრეთ. ისევ გამიმწარე ცხოვრება. გამანადგურე. მაგრამ არა. ამჯერად კუდრეთის ბრალი არ ყოფილა. ყველაფერი ჩემი ბრალია. ღმერთმა დაგწყელოს ჩეთინ. ღმერთმა დაგწყელოს. ტყუილი რატომ თქვი? რატომ? გეგონა არასდროს გამოაშკარავდებოდა? დემეთი ამას არასდროს გაპატიებს. საკუთარ თავს არასდროს ვაპატიებ რომ ჯერ კიდევ არ მჯერა დაო. მაინც და მაინც ის სახლი რატომ გაიყიდა? ო, თანაც ორჯერ მეტი გადაიხადეს. ახლა რა ვქნა? ახალი სახლის პოვნა მარტივი არ იქნება. რა ვქნა, სად წავიდე? უსახლკაროდ დავრჩი. არა დამიხაროდა რომ შვილებთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ახლა ღმერთო გთხოვ დამეხმარე. ნუ დარდობ. რამეს მოვიფიქრებთ? გამოსავალს ვიპოვით.
თანაც ეს სახლი არ არის, თუ არის მაშინ ერთად ვიცხოვრებთ, სანამ ჩვენს პრობლემებს არ მოვაგვარებთ. ასე როგორ შეიძლება და თქვენთან ვერ ვიცხოვრებ. უდროებას ვერ დაგირღვევთ. სხვა გამოსავალი უნდა მოვძებნო. ჩინარ. რას ამბობ? ყველა ერთად ვიცხოვრებთ. და ამ თემაზე სიტყვა აღარ დაძრა. ღმერთმა დაგლოცოს. მიხარია რომ უფალმა შენი გაცნობის საშუალება მომცა. შენ გარეშე არ ვიცი რა მეშველებოდა. დაღლილი ვარ. თუ საუბარი დაასრულეთ, თქვენი ნებართვით დავიძინებ. მართალი ხარ შვილო, უკვე გვიანია. შენს ოთახს გაჩვენებდაო. შენს ოთახს გაჩვენება? მისი ოთახი როგორ არის? გავგიჟდები. გავგიჟდები. რა ხდება ქალბატონო ესმა? მახშამზე უცნაურად იქცეოდი. არ თქვა რომ კარგად ხარ. ვიცი რომ ასე არ არის. მის მინე ბატონო ამერ. რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ გთხოვ ჩემს ნათქვამს არაფრად ნუ ჩააგდებ. კარგი, გისმენ. დღეს ბატონი სერდარი რესტორნის კართან ქალს შეხვდა. იმ ქალმა წამალი მისცა. ბეთულმა ყოველდღე 2 წვეთი უნდა მიიღოს და სანამ ის რამეს გაიგებს, ყველაფერი დასრულდებაო. რთული სათქმელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქალბატონ ბეთულს მოწამვლას უპირებენ. ქალბატონო ესმა ეს აიდან მოიტანეთ. გეუბნებით, ჩემი თვალით დავინახე მეთქი. გონი საწამლავი იყო. უთხრა ყოველდღე 2 წვეთი მიეციო. ვიცი რომ ბატონი სერდარი არ მოგწონს, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. არ მგონია ისეთი სულელი იყოს, რომ ცოლის მოკლა შეეძლოს. საიდან იცი? შუბლზე აწერია, რომ მკვლელი არ არის. აშკარაა, რომ ადამიანების ამოცნობა არ შეგიძლია ბატონო ომერ. იცი ამ ცხოვრებაში რამდენი ბოროტი და არაკეთილსინდისიერი ადამიანია. ნება მომეცი გაგაფრთხილო. ყველაზე მეტად ვინც გიყვარს და ვისაც ენდობი, სწორედ ის ჩაქცემს ზურგში დანას. რაც არ უნდა მოხდეს ამ ცხოვრებაში, არავის არ უნდა ენდო. იმიტომ რომ შენს სრემლებს ყურადღებას არ მიაქცევენ. არ დაგინდობენ. საკუთარ დედასაც კი არ უნდა ენდო. ქალბატონო ესმა. კარგად ხარ? რა გადაიტანე ისეთი რომ ვერ ივიწყებ? გული ვინ გაგიტეხა? ნება მომეცი შენი ტკივილი გავიზიარო. ვიცი რომ მომხდარს ვერ შევცვლი, მაგრამ შემიძლია მოგისმინო. იქნებ ცოტათი შეგიმსუბუქო ტკივილი. ზოგიერთი რამის ახსნა შეუძლებელია ბატონო ომერ. ადამიანს სათქმელად გამბედაობა არ ყოფნის. ხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ ნებისმიერ შეუძლია ამ ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწიოს, რასაც მოისურვებს. ჩემმა გამოცდილებამ ეს მასწავლა. შემოდი დედა. დედა? რა ხდება? ამ დროს საიდან მოხვედი? ის საქმე მოვაგვარე, რომელსაც შენ თავი ვერ გაართვი შვილო. რომელი საქმე? ფიდან. რა გჭირს თურგუთ? რომელი საქმე უნდა იყოს? რა თქმა უნდა, ჩინ არის. მოგვილოცე საყვარელო.
ამიერიდან ჩინარი ჩვენს ცხოვრებაში ვეღარ ჩაერევა. სახლიდანაც და სამსახურიდანაც გავაძევეთ. საყვარელო, იმედია ჩინარი მალე წავა სტამბოლიდან და ეს საკითხი სამუდამოდ დაიხურება. ქალმა დღის წესრიგი დაგვირღვია, სიმშვიდე დავკარგეთ. რას მიყურებ თურქუთ? ტყუილს ვამბობ? წარმომიდგენია ჩინარი რა დღესია. ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე წავედი. რა არის ამაში ცუდი? რომ მეთქვა გამიშვებდი? ისევ რომ ლაპარაკობს. ის კაბა საიდან მოიტანე? მაგის ფული სად გქონდა? საკმარისია მამიდა, შენი მონა კი არ ვარ. რასაც მინდა იმას გავაკეთებ. მთელი ცხოვრება შენს ჭკუაზე ვერ მატარებ. ენას არ აჩუმებ არა? ბოდიში მაინც მოიხადე. იმის მაგივრად რომ დამამცირო, დაფიქრდი რას აკეთებ. იმ საცოდავ ქალს ჩვენ სახლში რა ესაქმება? რაც ის მოვიდა არანაირი წარმატება არ გქონია. დეიდა აიშე სამსახურში აიყვანა და სასადილოდან გამოგვაგდეს. ახლა ხელი მოკიდე და სახლში მოიყვანე. გაჩუმდი დემეთ. ღვთის გულისათვის გაჩუმდი. სირცხვილია, აიშე არ გაიგოს. არ მაინტერესებს, გაიგოს. თუ ვინმეს უნდა რცხვენოდეს, ეს ის ქალია. ნეტავ ციხეში რის გამო ჩასვეს. ნასამართლევი ქალი ჯერ სამსახურში აიყვანე, ახლა კი ჩვენ სახლში მოიყვანე. შენ არაფერი იცი დემეთ. აიშეს წლების წინ ცილი დასწამეს და ციხეში უსამართლოდ ჩასვეს. შენც დაიჯერე, რა თქმა უნდა. საიდან იცი რომ არ იტყუება? არ მინდა რომ ის ქალი ჩვენ სახლში დარჩეს, გესმის? არ მინდა. შენ არავინ გეკითხება. გასაგებია? ეს სახლი ჩემია. აიშე ჩემი მეგობარია. მინდა რომ ამ სახლში დარჩეს. გადაწყვეტილია. კარგი. ერთ დღესაც ინანებ, მაგრამ გვიანი იქნება. არ კმარა რომ სასადილო გაძარცვა. ახლა ჩვენი სახლიც უნდა გაძარცვას? ჩინარ. წავიდა. შენ გამოწავიდა. ჩინარ. 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 ამ შუაღამეს გაუფრთხილებლად სად მიდიხარ? სეჰერმა დამირეკა. როცა გაიგო რაც მოხდა დაიჟინა. მოდი და ჩემთან დარჩიო. სეჰერი არაფერ შუაშია. დემეთის ნათქვამი გაიგონე და გეწყინა. ვიცი ამიტომ მიდიხარ. არა დაო, საიდან მოიტანე? არა, არსად გაგიშვებ. ჩემს ძვირფას მეგობარს მარტო არ დავტოვებ. გთხოვ გამიშვი. არ მინდა თქვენი სიმშვიდე დავარღვიო. გთხოვ დაო, ნუ დაიჟინებ. ჩინარ. მე გთხოვ რომ არ წახვიდე. ვიცი რომ დემეთის სიტყვებმა გული გადკინა. დემეთი პატარა გოგოა. ჩვენ ზრდასრულმა ქალებმა მის ნათქვამს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. არა დაო, დემეთი არაფერ შუაშია. სეჰერი მელოდება. არ მინდა დავაგვიანო, თანაც სანამ სახლს ვიპოვი. შემიძლია დრო ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად გავატარო. მაპატიე დაო. ჩემ სახლში 2 წუთი ვერ მოგასვენე. ძალიან მრცხვენია. ვერაფრით დაგეხმარე. დაო. შენ ისეთი მხარდაჭერა მაგრძნობინე, როგორიც ჩემი ნათესავებისგანაც კი არ მიგრძნია. ღმერთმა გაგახაროს. სახლში შედი. არ ინერვიულო.
Aylar geçti, unutmadım seni. Gözyaşlarım hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir şu kısa hayatımda. Gözlerindeki o tebessümü görmek için ben yıllarca beklerim. Seni kalbime gizledim durdum. Senden asla vazgeçmedim. Hep bekledim durdum. Sensiz olmaz, kalp dayanmaz bu acı bir fırtına. Boyun eğmez sevdiceğim, geçmez bu hatıra. Sensiz olmaz, kalp dayanmaz bu acı bir fırtına. Boyun eğmez sevdiceğim, geçmez bu hatıra. Gözlerindeki o tebessümü görmek için ben yıllarca beklerim. Seni kalbime gizledim durdum. Senden asla vazgeçmedim. Hep bekledim durdum. Hep bekledim durdum. Hep bekledim durdum. დედა, ბებიამ კატა ისევ რომ გააგდო სახლიდან. გეფიცები? ძალიან ცუდი რამ მოხდება. ერთი ამას უყურეთ. აბა რა მოხდება? გაუბრაზდები. აღარ დაველაპარაკები. ზურგს შევაქცევ. კარგი, ბებიას დაველაპარაკე. დამპირდა რომ შენს კატას აღარასდროს შეეხება. უთხარი რომ თუ ჩემი კატა არ უყვარს, არც მე მეყვარება ბებია. კარგი. წადი ითამაშე. სახლში არ დავაგვიანოთ. სანამ მამა შენი გაიღვიძებს, საუზმე უნდა მოვამზადო. კარგი. დედა. 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 დედა რა დაგემართა? აქ რა საკეთებ? ზეჰერ. დედა რა გჭირს? მთელი ღამე აქ იყავი? მითხარი რა ხდება? არაფერი შვილო. კარგი დედა, თავს ძალას ნუ დაატან. ახლავე საავადმყოფოში წაგიყვან.
Pidan. Pidan, რა საკეთებ? ეს რა ხდება? მთელი ბაღი აურიე. ჯერ უნდა გეკითხა შეიძლებოდა თუ არა. ამ ქალს რა აყვირებს? Ახლავე შეაგროვე ყველაფერი. და თვალით არ დამენახო. სოფელში მატყლს ყოველთვის ბაღში ვწეწავ. არ ინერვიულო, არაფერი მოხდება. ღმერთო, ესენი გამაგიჟებენ. ამ დროში მატყლს ვინღა იყენებს. თელ სახლში ცხრის სუნი დადგება. ჯანან, აქ რა სუნია? რამე გატყდა? Eline sağlık Can. ოჩაღ ჯანან. Mis gibi თელ სახლში უგემრიელესი ბეკონის სურნელი ტრიალებს. ახლა გასაგებია. ასეთი მწარე სუნი რას აქვს? Memleket peyniri mi? ეგრე არის. სოფლის ხოლია? საოცარია. ყველაფრის სუნი ერთმანეთში აირია. გული მერევა. მოითმინე ზუხალ. ჩინარი უკვე დაამარცხე. ახლა დედა ასე ესჯერია. მალე გათავისუფლდები. ყველაფერი კარგად იქნება. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. Sana da hoş geldin. დაჯექი დედა. დილამშვიდობისა, დედა. ასეთი დაუნდობელი როგორ არის? შუაღამით სახლიდან როგორ გამოგაგდო? იმედია იმ ფულით ვერ გაიხარებს. მადლობა ღმერთს რომ გიპოვე. ანალიზების პასუხები მივიღეთ. გაციებული ხართ. მედიკამენტები რეგულარულად უნდა მიიღოთ და დაისვენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ფილტვების ანთებაში გადაიზარდოს. მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანია. არ ინერვიულოთ. დედა ჩემს კარგად მოვუვლი. იმედია მალე გამოჯამრთელდება. თითქოს შენი საქმე არ ყოფნიდეს. ახლა ტვირთად მეც დაგაწვევი. ეს რა ლაპარაკია? დედა ჩემს ასეთ დროს ხომ არ მივატოვებ. რამდენჯერ დაურეკე, მაგრამ არ მიპასუხა. ალბათ დურუს დასდევს და ტელეფონის ზარის ხმა არ ესმის. პარკის სიზმარში ნახა? დილით ისე წავიდნენ, არც უსაუზმიათ. ამ დროს გარეთ ძაღლსაც კი არ გააგდებენ. დურუმ ძალიან სთხოვა და უარი ვერ უთხრა. მოზვიადებ დედა. შიმშილით კვდები რა ვქნა? სისხლში შაქრის დონე იკლებს. თუ თავის დროზე არ ვისაუზმებ, ბრაზობ. ისედაც სულ გაბრაზებული ხარ. რა თქვი? ის რომ წავალ და უსაქმოდ ჯდომის ნაცვლად სამსახურს მაინც მოძებნი. კატა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის. ყველგან ამის ბეწვია. დედა, თავი ძალით დაიავად მყოფე. პარკში მთელი ღამე რამ გაგატარებინა? დაგავიწყდა რომ მარტო აღარ ხარ. ასეთ დროს შვილისთვის არ უნდა დაგერეკა? ძალიან გვიანი იყო შვილო. ჩენი შეწუხება არ მინდოდა. სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდე. მაღაზე ფიქრის დრო იყო? დილამდე პარკში ღიაცის ქვეშ იყავი. ასე აღარასდროს მოიქცა. მოდი, დაჯექი. წავალ, წამლებს მოგიტან. ავად რატომ გახდი? ოფლიანი იყავი და ცივი წყალი დალიე? ხო, ასე მოხდა. შეიძლება ნემსის გაკეთება დაგჭირდეს. ერთხელ ყელი ამტკივდა. ექიმმა ნემსი გამიკეთა და მომირჩა. დეიდა აიშეს ერთადერთო სიხარულო. ჩემთან იყავი. ღმერთმა ნუქნას რამე დაგემართოს. კარგი. ბავშვები სად არიან? სამსახურში დამაგვიანდება.
დაუძახებ ძვირფასო. კუდრეთ. ჩამოდი შვილო, საუზმე მზადაა. ბრძალო. კუდრეთს რომ ეძახი ჩამოდიო ამ სახლში, სხვა ბავშვები არ ცხოვრობენ? როგორ არა დედა? არ გეგონოს მათ ყურადღებას არ ვაქცევ. უბრალოდ როცა კუდრეთს ვეძახი, ბიძაშვილებს თვითონ ნაგებინებს, რომ ქვემოთ უნდა ჩამოვიდნენ. ესმა ჩეთინ. ბავშვებო ჩამოდით, საუზმე მზადაა. დემეთ გთხოვ მიპასუხე. ბოლო შანსი მომეცი ჩემო ძვირფასო. ბედავს და მირეკავს კიდეც. ჩეთინია? არ უპასუხებ? რატომ უნდა ვუპასუხო? ადამიანმა, რომელსაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვენდობოდი, მომატყუა სიბელ. ურცხვად მომატყუა. რომ ვუპასუხო რა ვუთხრა? სათქმელი რაღა დამრჩა. რაზე ველაპარაკო? შეიძლება თავისი მიზეზი აქვს დემეთ. იმას მაინც იმსახურებს, რომ აგიხსნას. რატომ მოგატყუა? ეს დამიმსახურე სიბელ. არ დარდობ, რომ ჩეთინი დავკარგე. მან ძალიან კარგად იცოდა ამ ტყუილს, რაც მოყვებოდა. მე კი სანამ ველოდი, რომ ჩეთინი სიღარიბისგან მიხსნიდა, აღმოჩნდა, რომ სულაც არ მუშაობს მაღალ თანამდებობაზე. როგორც გავიგე, სხვის დავალებებს ასრულებს. რა გულუბრყვილო ვიყავი. დემეთ. თავარია კომპანიაში დაიწყო მუშაობა. მალე დააწინაურებენ. ნუ ღელა. გირჩევ შეურიგდე. შენ გგონია ეს არის ერთადერთი პრობლემა? ჩეთინთან ერთად ვერ ჩავიძირები. ამ ჭაობიდან უნდა ამოვიდე. ძალიან ბევრს ვითხოვ? უდარდელი ცხოვრება მინდა. დემეთ ჩემო ძვირფასო. გთხოვ არ მიმატოვო. უფლება მომეცი აგიხსნა ეს რატომ გავაკეთე. 2 საათზე ჩაი ხანაში მოდი, ვილაპარაკოთ. ესმა? დილამშვიდობისა შვილო. დილამშვიდობისა ძვირფასო. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ჯანან შვილო, ჩაი და ასხი. რა გჭირს ჩეთინ? მზად რატომ არ ხარ? სამსახურში წამოსვლას არ აპირებ? მიზია დღეს ხასიათზე არ ვარ. ეს ჯობს არ წამოვიდე. ასე არ შეიძლება ჩეთინ. სამუშაო დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. შენი სურვილით ვერ იმოქმედებ. ჩეთინ შვილო. სუდად გამოიყურები. ავად ხარ? ბებია თავს სუსტად ვგრძნობ. გონი გავცევდი. კარგად ისაუზმე. ცოტა ხანში ფიდანი, პიტნის და ლიმონის ჩაის აგიდუღებს. ესმა სად არის? გონი დღეს სამსახურში ადრე წავიდა. ქალბატონო ესმა, რა სასიამოვნო სიურპრიზია მობრძანდით. ბოდიშს გიხდით გაუფრთხილებლად რომ მოვედი ქალბატონო ბეთულ. არა უშავს შემოდით. ვინ არის ძვირფასო? ამ დილა ადრიან რა ხდება? ქალბატონ ბეთულთან სალაპარაკოდ მოვედი. მართლა? მობრძანდით. ბაღში გავიდეთ, კარგია მინდია. კარგი.
დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი გინდა? ყავას მოვამზადებ. არ შეწუხდე, გმადლობ. დიდხანს არ დავრჩები. ქალბატონო ბეთულ, შეიძლება არ დამიჯეროთ, როცა ჩემს ნათქვამს გაიგებთ, მაგრამ რამე პრობლემაა? წუხელ დავინახე, რომ თქვენი ქმარი რესტორნის კართან ვიღაც ქალს ელაპარაკებოდა. თქვა, რომ დღეში 2 წუთი საკმარისი იქნებოდა. ძნელი სათქმელია, მაგრამ მგონი თქვენ ქმარს თქვენი მოწამლა უნდა. თქვენი ქმარი თქვენს მოკლას გეკმავს. სხვა არხზე რატომ არ ირთვება? დურუ, ისევ პულტით ითამაში, არა? ყველაფერი აურიე. ნუ ამაფეთქებთ, მოვდივარ. რა ხდება? ამ ქალს აქ რა უნდა? დეიდა აიში ჩვენთან დარჩება. ავად არის. დედა შემოვალთ. უმხედავ, ფეხზე ძლივს დგას. ეს გოგო სულ წავიდა ხელიდან. დამაცადე, ზუსტად ვიცი რა უნდა გავაკეთო. ასე კარგად ხარ? არ მინდა შეგაწუხო შვილო. შენი დედამთილი უკმაყოფილო ჩანდა. არი ნერვიულა მე მივხედავ. ხომ გაიგე ექიმმა რა თქვა? თუ თავს არ მიხედავ, ფილტვების ანთებაში გადაიზრდება. ასეთ მდგომარეობაში ვერსად დაგტოვებ. დეიდა აიშე, მე ვიზრუნებ შენზე. ერთხელ დედა ჩემი ავად იყო და წვნიანი ვაჭამე. კარგი, მაშინ დეიდა აიშესთან დარჩი. მე წავალ და წვნიანს მოვამზადებ. ერჯუმენტ, მიპასუხე შვილო, როცა მჭირდები, მაშინ იკარგები. მიპასუხე. ის ქალი აქ რას აკეთებს სეჰერ? ჩვენი ნათესავია, მშობელია, დედმამიშვილია თუ ბიძაშვილი? ვიღაც უცხო ქალის სახლში როგორ უნდა შემოუშვა? სახლის პატრონმა შუაღამეს სახლიდან გამოაგდო. უსახლკაროდ დარჩა. ღამე გარეთ გაათენა. იქამდე დარჩება სანამ სხვა სახლს არ იპოვის. შვილო აქ რომ მოიყვანე, მოხუცთა თავშესაფარი გვაქვს? თვიდან თვემდე თავი ძლივს გაგვაქვს. კიდევ ერთ ადამიანს როგორ ვარჩენთ? ერჯუმენტი არ მუშაობს. შენ მთელი დღე უსაქმოდ ზიხარ სახლში. ნერიმანის პენსია გეყოფათ? მითხარი, რამდენ ადამიანს ეყოფა ჩემი პენსია? დედა ყველაფერს მივხედავ, არი ნერვიულო. ტვირთად არ დაგვეწვება. როგორ არა? ჯერ ერთი არაფერს გვეკითხები, არც მე და არც შენს ქმარს. რატომ არაფრად გვაგდებ? ქუჩაში რასაც იპოვი, ყველაფერი სახლში უნდა მოიტანო? ჩემს ქალიშვილს ტვირთად დავაწექი. თუ მდგომარეობაში ჩავაგდე. მაშტო დამეხმარე. ძალა მომეცი, რომ ავდგე და წავიდე. დამეხმარე, მალე გამოვჯამთელდე. ძალა მომეცი. ასე რატომ იქცევი დედა? უბრალოდ ერთი თებშით მეც დავდებ სუფრაზე. ადამიანს გასაჭირში ხომ არ მივატოვებ. რა ვქნა? ავადმყოფი სახლიდან გავაგდო? შენთვის ყველაფერი მარტივია, ამ სახლში ფული შენ არ შემოგაქვს. არასდროს გიმუშავია, მაგრამ ფულის დახარჯვა კარგად იცი. დედა, თუ ღმერთი გწამს ნუყვირი. გაიგონებს, გაიგონოს. სხვების დასანახად კეთილი ფერიას როლს ვერ ვითამაშებ. დედა, გთხოვ, გაჩუმდი, ძალიან გთხოვ. მოიცადე ეს რა არის. ერჯუმენტი მოვა და ჭკუას გასწავლის. Kulağa garip geldiğini biliyorum. ვიცი უცნაურად ჭხერს, მაგრამ ასია. Durum bu işte. არც კი იცი რას ამბობ. Kulağımla duydum. გეუბნებით, ჩემი ყურით გავიგონე. ქალმა უთხრა, რომ დღეში 2 წუთი საკმარისი იქნებოდა.
როგორი ქალი იყო? შეგიძლია აღმიწერო? მაღალი, Kahverengi uzun გრძელი saçlı ყავისფერი თმით. გამხდარი, Zayıf. ღია beyaz ფერის tenli კანით. kadındı. ქალბატონი ასლი იქნებოდა. ასლი? ვინ არის? იცნობთ? რა თქმა უნდა. ქალბატონი ასლი ჩემი ექიმია. სიმსივნე მისი წყალობით დავამარცხე. ახლა გასაგებია, რასაც ამბობ. ესე იგი, წამლის მიღება ისევ მომიწევს. ამიტომაც შეხვდო ჩემს ქმარს. ალბათ სერდარმა არ მითხრა, რომ არ მოწყენოდა. რატომ არ უნდა ეთქვა? რადგან ის ქალი თქვენი ექიმია, საქმის კურსში არ უნდა ჩაეყენებინეთ? არ უნდა და მე ნერვიულა. ქალბატონი ასლიც და სერდარიც ძალიან მგრძნობი არეები არიან ამ საკითხთან დაკავშირებით. არ უნდათ ისეთი რამ მითხრან, რაც ჩემს სახშფოთებას გამოიწვევს. თქვენ არასწორად გაიგეთ ყველაფერი, მაგრამ დიდი მადლობა, რომ ჩემზე ზრუნავთ. Betül Hanım. ქალბატონო ბეთულ, გთხოვთ, ფრთხილად იყავით. Ben işinizi თქვენს hala ქმარს არ daha ვენდობი. lütfen. ქალბატონო ესმა. ნახვამდის. Geçer გახმოვანებულია მთავარ არხზე. geçti, unutmadım seni. Gözyaşlarım hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son